ყველა სკოლის ოჯახში აბიტურიენტი, ან უკვე ისეთი ადამიანი, რომელმაც დაამთავრა სკოლა, უნივერსიტეტი, მაგრამ გიკითხია თუ არა საკუთარი თავისთვის, რატომ უნდა ვიხადო ფული რეპეტიტორში, როცა აქვს სკოლა. სკოლა არის ის ადგილი, სადაც ადამიანმა სრულფასოვანი განათლება უნდა მიიღოს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან უამრავი ფული იხარჯება სკოლაში, გარდა ასევე გვაქვს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აბიტურიენტი გადის გამოცდებზე და ვერ აბარებს ქართულ ენას, რომლის მინიმალური ზღვარიც არის 15-16 ქულა. რატომ ხდება ასე? ქართველ სტუდენტს, ქართველ აბიტურიენტს რატომ არ აქვს საკმარისი განათლება საკუთარ მშობლიურ ენაში? ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ქართულ ოცნებას არ აწყობს, რომ შენ იყო განათლებული. ქართულ ოცნებას ურჩევნია, რომ მოგაწოდოს ფსევდო განათლება, შეგიქმნას ილუზია, რომ შენ იღებ განათლება, შენ სწავლობ, სინამდვილეში კი არ მოგაწოდოს სათანადო საჭირო საკმარისი განათლება. ამიტომაც გიწევ შენ ათასობით ლარის გადახდა რეპეტიტორში, მაშინ როცა გყავს მასწავლებლები. რატომ უნდა ქართულ ოცნებას რომ არ იყო განათლებული? რაც უფრო გაუნათლებელია ერი, მით უფრო მარტივია მისი კონტროლი. გაუნათლებელი ბრბო უფრო მარტივი გასაკონტროლებელია, უფრო მარტივი მოსატყუებელია და უფრო მარტივია დააჯერო ამ ხალხს შენი ფსევდოღირებულებები, შენი ცრურწმინები და ასე შემდეგ. შესაბამისად, როცა მოდის არჩევნები და გყავს განათლებული საზოგადოება, უფრო რთულია დააჯერო ეს საზოგადოება, რომ უფასო ფულს მისცემ, რომ პენსიებს გაუზრდი. მაგრამ თუ გყავს განათლებული საზოგადოება, ისინი კითხვებს აგისვამენ. ხოლო იქ სადაც ისმევა კითხვა, აუცილებელია პასუხიც. ხოლო რეჟიმს პასუხის გასცემა არ აწყობს, იმიტომ რომ რეჟიმს ურჩევნია დაგიმალოს სიმართლე. სწორედ გაუნათლებელი საზოგადოება და რაც შეიძლება ნაკლები კითხვები საზოგადოებაში და ნაკლები კითხვები მთავრობის და სახელმწიფოს მიმართ, უქმნის ქართულ ოცნებას ნიადაგს, რათა მოგატყუონ. და ტყუილიდან გამომდინარეობს მე ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები, რომლითაც ქართული ოცნება თქვენით манипуლირებს. გადავხედოთ ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიებს 2012 წელს, 2016 წელს, როცა ისინი ახალი მოსული იყვნენ მთავრობაში. გახსოვთ ბიძინა ივანიშვილი რას გვერდებოდა? უფასო ფული, ათასობით და მილიონობით ქარხანა, მილიონი ხე თბილისში. ფრაიდი გახსოვთ? პირველად ფრაიდი საქართველოში ქართულმა ოცნებამ ჩაატარა. ბიძინა ივანიშვილი გეუბნებოდათ, რომ LGBT თემიც ჩვეულებრივი ხალხია და მაგათი უფლებების დასაცავია. ეხლა გადავახვიოთ ოდნავ წინ. 2020 წელი. 2024 წელი. დარბევები, აკრძალვები, ფრაიდის და LGBT თემის უფლებების შეზღუდვა, 17 მაისი, როგორც ოჯახისა და წმინდა ღირებულებების დაცვის დღე. ეს ყველაფერი ურთიერთწინააღმდეგობაში არ მოდის ქართული ოცნების პირველი პერიოდის რიტორიკასთან? რა თქმა უნდა მოდის. გვიჩნდება თუ არა კითხვები? რა თქმა უნდა არ გვიჩნდება. აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნების ამორჩეველს საკმაოდ მცირე მახსოვრობა გააჩნია. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენ არ ვსვამთ კითხვებს. რომ დაგვესვა კითხვა, თუ რატომ გამკაცდა ქართული ოცნების პოლიტიკა ჩვენს მიმართ? რატომ გამკაცდა ქართული ოცნების პოლიტიკა LGBT თემის მიმართ? რატომ შემოაქვთ ახალი დღესასწაულები? რატომ სცემენ ადამიანებს ქუჩაში? ხოლო შემდგომ რომ გადაგვეხვია და გვენახა ქართული ოცნების ძველი დაპირებები, ნახავდით, რომ ისინი ჯერ გვეუბნებოდნენ ერთს, შემდგომ აკეთებდნენ მეორეს. როგორც კი გახდა საჭირო, ძალიან მარტივად ქართულმა ოცნებამ შეცვალა თავისი პოლიტიკა და გადავიდა ახალ პოლიტიკაზე. და რა მოხდება შემდგომ? იქნებ ჩვენს პრობლემა გავხდებით. იქნებ შენ გახდები პრობლემა. იქნებ ქართული ოცნება ჩათვლის, რომ შენს აღარ ხარ საჭირო, შენს არ ხარ მისაღები ამ საზოგადოებაში. იქნებ შენს გახდები ლიბერასტი, სატანისტი. ამაზე დაფიქრებულ ხარ? ამაზე კითხვა დაგისვამს? სწორედ ამაშია პრობლემა. კითხვა უნდა დასვა. კითხვას განათლება ჭირდება. მაგრამ სანამ შენ ამ კითხვებს არ სვამ და შენს თანამემამულეებს ეძახი ლიბერასტებს, სატანისტებს და უბრალოდ უსაფუძვლოდ აკნებ შეურაცხყოფას აყენები, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ გითხრა, რომ ეს ცუდი ხალხია. მოახდინა ამ საზოგადოების დემონიზირება და შენ უბრალოდ თვალდახუჭული მიყვები მას, საზოგადოება იხლეჩება. პასუხით სათანადოა მეორე მხრიდან. და გვაქვს ორად გაყოფილი, რადიკალიზირებული თემები, რომლებიც ერთად ვერ ჯდებიან, ერთად ვერ საუბრობენ და ერთადერთი საერთო მარტო გვარები რჩებათ. რატო ჭირდება ეს ქართულ ოცნებას? გახლეჩილი საზოგადოება უფრო მარტივი სამართავია. მარტივია თქვა, რომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე არის და ამ დღეს LGBT თემის წარმომადგენლები ცდილობენ ჩვენ წმინდა ღირებულებებს შეეხონ და ეს გახლეჩილი საზოგადოება ერთმანეთს დაერევა. მარტივია შეუქმნა ფსევდო ღირებულებების საზოგადოებას,
შეუქმნა ფსევდოშიშები, შეუქმნა ფსევდოიდეალები და ამ ფსევდოიდეალების გარშემო ორად გაყოფილი საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირო. ყველაზე მეტად რეჟიმს ეშინია გაერთიანებული, ძლიერი, კონსოლიდირებული საზოგადოების, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების. და სწორედ ამიტომ ჭირდება საზოგადოება შენი გახლეჩა, თქვენი დაპირისპირება, რათა ვერ მოხდეს ჩვენი ძალების გაერთიანება და სწორი მიმართულებით მიმართვა. რაც უფრო გაყოფილები ვარ და რაც უფრო ერთმანეთს ვერ ბრძვით, მით ნაკლებად ვამჩნევთ თუ რას ჩადის რეჟიმი ჩვენს წინააღმდეგ. მით მარტივია დამალონ თავიანთი კორუფციული სქემები. მით მარტივია დამალონ თავიანთი კრიმინალური კავშირები. შენ არ გცალი ამისთვის. შენ ამ დროს ხარ დაკავებული შენი თანამემამულეების ლანძღვით. ახლა მოდი დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა. გვინდა ვიყოთ ასეთი ადამიანი? გვინდა ბრმად გვჯეროდეს? გვინდა ჩვენ შვილიშვილებს განათლება არ მივცეთ? გვინდა ჩავიკეტოთ, გვძულდეთ ერთმანეთი? გვინდა 90-იანები? ამაზე მგონი პასუხი მარტივია. არა, არა და არა. ჩვენ არ გვჭირდება გახლეჩა, ჩვენ არ გვჭირდება დაპირისპირება. ერთადერთი რაც გვჭირდება ეს არის გაერთიანება, თანადგომა და ერთობა. მხოლოდ ერთობით ჩვენ გავიმარჯვებთ. მხოლოდ ერთობით ჩვენ გავხდებით ძლიერი, დამოუკიდებელი ერი. მხოლოდ ერთობით მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც დავისახეთ. და ეს შედეგი არის ძლიერი, ევროპული, დამოუკიდებელი საქართველოს შენება. სწორედ ჩვენი ამ გახლეჩისგან, ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებებისგან, განცხადებებისგან, პოლიტიკისგან, განათლების პრობლემისგან, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება. გამომდინარეობს ის, რა მოცემულობაც გვაქვს დღეს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენი მეგობარი სინამდვილეში ჩვენი მტერია. ჩვენი მტერი კი ერთადერთი გამოსავალი. სინამდვილეში ესე არ ხდება. ცდილობენ აიღონ ის ხალხი, ის სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენ წლების განმავლობაში გვეხმარებოდნენ. გვეხმარებოდნენ მაშინ, როცა ქართულ ხალხს შიოდა. გვეხმარებოდნენ მაშინ, როცა ქართული ხალხი ინსტიტუტებს აშენებდნენ. გვეხმარებიან ეხლაც. ცდილობენ ეს ხალხი წარმოაჩინონ ჩვენს მტრებად. რათა შეუზღუდონ მათ დახმარება. რათა ჩვენ არ გვინდოდეს, რომ მათი დახმარება მივიღოთ. და შესაბამისად, მთლიანი მონოპოლია დარჩეთ ქართულ ოცნებას. სწორედ ეს უნდა ქართულ ოცნებას. ქართულ ოცნებას უნდა რომ ვენდობოდეთ მხოლოდ მას. ბრმად გვჯეროდეს მათი. ამისთვის ისინი გვიქმნიან მტრის ხაზს. როცა გარშემო არავინ არ გყავს, როცა ის ვინც რეალურად გეხმარება, ქვეცნობიერის დონეზე შენი მტერია, ხოლო ის ვისაც გასაღებენ მეგობრად, ქვეცნობიერში ასევე შენი მტერია, ერთადერთი დასაყრდენი რჩება შენი მთავრობა, შენი სახელმწიფო, რომელიც უკვე რეჟიმადაა აქცეული და რომელიც თვითონაა მიზეზი იმ პრობლემებისა, რომელიც შენ გაქვს. და ეს პრობლემები თვითონ მათ არ გააჩნიათ. ისინი მშვენივრად ცხოვრობენ, მშვენივრად აგრძელებენ განათლების მიღებას, მშვენივრად დადიან საზღვარგარეთში, რომელსაც ტრებად გვასაღებენ ჩვენ. მათი შვილები არ სწავლობენ თბილისის საჯარო სკოლებში, ისინი არ სწავლობენ რეგიონების საჯარო სკოლებში. საიდუმლოს გაგიმხელთ, ზარქუაშვილებს ალბათ არც უსწავლიათ წალენჯიხის სკოლაში. ისინი პრესტიჟულ სკოლებს ამთავრებენ და მიდიან საზღვარგარეთ, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, იმ ქვეყნებში, რომლებზეც იძახიან, რომ ჩვენი მტერია. ამთავრებენ ამ უნივერსიტეტებს, ბრუნდებიან და მემკვიდრეობით იბარებენ თავიანთი მშობლების მიერ მიტაცებულ სკამს. და საინტერესოა, გააგრძელებენ თუ არა ისინი საქართველოს განვითარებისთვის ბრძოლას. რა თქმა უნდა, არა, ისინი გააგრძელებენ თავიანთი მშობლების გზას. ისინი გააგრძელებენ ჩვენს დაჩაგვრას, ჩვენს გასულელებას, ჩვენს მოტყუებას, თქვენს მოტყუებას, თქვენი შვილების დაჩაგვრას. და მივიღებთ რას? მივიღებთ ისევ სულ საქართველოს. მივიღებთ ერთმანეთზე გადაკიდებულ ქართველებს. ამით დავზარალდებით მარტო მე და თქვენ. ქართული ოცნება, მათი ოჯახები ამით არ დაზარალდებიან. პირიქით, ისინი ამით საზრდოობენ.